სამეგრელოში ლევან გაჩეჩილაძის ვიზიტამდე ქართული პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი კახა მიქაია ხელისუფლებას მუქარის და დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ლევან გაჩეჩილაძის სამეგრელოში ჩასვლამდე ერთი დღით ადრე ხელისუფლების მიერ კონტროლირებადმა მედია საშუალებებმა მუქარის შემცველი ინფორმაცია გაავრცელეს, რომელიც გაჩეჩილაძის და პარტიის სხვა წევრებზე მოსალოდნელ თავდასხმას ეხებოდა. ლევან გაჩეჩილაძე სამეგრელოს რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრებს დღეიდან იწყებს, უახლოეს დღეებში ზუგდიდში პარტიის სხვა ლიდერებსაც ელია. ხელისუფლების გარკვეული წრეებიდან ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლება აპირებდა თავდასხმას და პროვოკაციას ლევან გაჩეჩილაძე და ქართული პარტიის წევრებზე. ჩვენ ვღებულობთ ამ გამოწვევას და ვაფრთხილებთ ხელისუფლებას. პატარა ექსცესიც და პროვოკაციაც, რომელიც დაგეგმილია არის მათ მიერ, ამის განხორციელების შემთხვევაში ჩვენ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ხელისუფლებას პირადად მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილს, როლანდ ახალაიას, თენგიზ გუნავას, მეგის კარდავას და პოლიციის შეფს შომახიას. ჩვენ ვღებულობთ ამ გამოწვევას. ლევანი დღეს ჩამოდის სამეგრელოში, მისი ვიზიტი გაგრძელდება 4-5 დღე. 18-ში იგეგმება ჩვენი ოფისის, რეგიონალური ოფისის პრეზენტაცია.